ნოეს დღეებს რატომ ამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ მაცხოვარი გვეუბნება, რომ თავის მეორედ მოსვლას ადრის ნოეს დღეებს და თუ არ ვიცით რა არის ნოეს დღეები, ხო შეიძლება გავეკიდოთ პასპორტებს, ჩიპებს, რაღაც შტრიხებს და რაღაცებში დრო დავკარგოთ, ისეთში რაშიც არ უნდა დავკარგავდეთ წესით დროს, ხო? ნოეს დღეები რა არის? ნოეს დღეები დახასიათებულია ორი ნიშნით. ერთი არის ურწმუნოება და მეორე არის საყოველთაო გარყვნილება. საყოველთაო გარყვნილება. აი გარყვნილების მიზეზზე ზუსტად ერთ მუხლში საუბრობს წმინდა წერილი. ეს არის ის, რომ ის ცივილიზაცია, რომელიც ღირებულებითად მოწოდებულია იყოს სიმაღლეზე, ამ ცივილიზაციაში მრავლდებიან გარყვნილი დედები, ანუ დედა აღარ დარჩა, შვილის აღზრდელი, დედა აღარ დარჩა, ქალი აღარ დარჩა, რომელიც სიწმინდეში ინახავდა. ერთი ნოეს ოჯახია დარჩენილი და კატასტროფული კატაკლიზმები დაატყდა მთელ სამყაროს თავზე. მაცხოვარი ამაზე საუბრობს. მაცხოვარი ამაზე საუბრობს, რომ ეს ორი რამე, სიწმინდე, რწმენა, აი ეს ორი აღარ იქნება. ამ ორის არარსებობიდან ქალზე როცა გვაქვს საუბარი, აუცილებლად ეს მიზანი მიიღწევა სწორედ მაშინ, როდესაც ეხები რაღაც საცავს, რაღაც საგანძურს, რაღაც აუცილებას, როგორიც არის დედა, პატიოსანი წმინდა დედა. ამაში ძალიან დიდი საიდუმლო